სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე თბილისის მერიის შეპესე ჰერმესის ზედამხედველი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მუხათგვერდის სასაფლაოს ზედამხედველი საქართველოს მოქალაქეს დაპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე საკუთრებაში გადასცემდა მუხათგვერდის სასაფლაოზე მდებარე სამადგილიან საფლავს და დაუმზადებდა საფლავის მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა ხსენებული მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუის მონაცემები, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 4600 ლარი. გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა ფარულის საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ჩემი ბაბუას მონაცემები, აი სინამდვილეში ჩემი ბაბუ არის დაკრძალული ცხინვალის რაიონში რა და თქვენ ხო როგორ თქვით ვითომ ხო იქნება? წარწერა გავაკეთოთ ეს. ხო, ეს გავაკეთოთ წარწერა. ხო და ვითომ დაკრძალულია? რო დაიწყებთ 600 ლარს მოგცემთ ახლა, რო დაიწყებთ საბუთი როდის მექნება? რო ჩაისხმება ეგრევე. მომისმინები. გადარიცხო შეგიძლია? არა, მე შემიძლია მოგიტანო. ჩადი და ამომიტანე. აჰა, ეს გამომართ. აყოფილი ხარ, ხა? შესრულებული საქმე. კი, აბა, გადათვალე.